სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ დაუბრუნდით ძველ აღთქმას. ეს იქნება მე 26-ე ნაწილი, სადაც 25 და 26-ე თავი იქნება განხილული და შემდეგ თავებშიც როგორც ვატყობ მე ორ თავს ერთად განიხილავს, იმიტომ თხრობითი ელემენტები ბევრი იქნება და ამიტომ უფრო აჩქარდება ხოლმე და დაეწია ნაწილები თავებსაც. ამ ნაწილს უწოდა თითქმის მამის მსგავსი შვილი, სადაც ისააკის ისტორია აღწერილი. ისააკზე ბევრი არ არის ნათქვამი ბიბლიაში, ამასაც აღნიშნავს Warren Wiersbe, მაგრამ მას აქვს დიდი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ადგილი ღმერთის გეგმის საკითხში, რომელიც ერთ-ერთი პატრიარქად ითვლება იმ პატრიარქებთან შორის, რომლებიც ჩვენ ვიცით სათავე დაუდეს ებრაელ ერს და შესაბამისად იესო ქრისტესაც გენეალოგიაში. მოდით ახლა წავიკითხოთ ეს თავები და მერე მოვუსვინოთ კომენტარებს. დაბადება თავი 25, რამოდენიმე ნაწილი გამეორება იქნება თავების, ჩვენ წავიკითხეთ ეს ნაწილი, მაგრამ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ დაბადების 25 თავის პირველ ნაწილსაც ეხება ბატონი ვორენი. კიდევ შეერთო ცოლი აბრაამა სახელად კეტურა და შვა მან ზიმრანი, იოქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაგი და შუაყი. იოქშანმა შვა შება და დედანი, ხოლო დედანის ზენი იყვნენ აშურიმი, ლეტუშიმი, ლეუმიმი. მიდიანის ზენი ღეფა, ყეფერი, ყანოქი, აბიდაყი, ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები და მისცა აბრაამა ისააკს ყველაფერი რაც გააჩნდა, ხოლო თავის ხარჯთა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავისი სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაამა საჩუქრები და თავისი ძის ისააკისაგან შორს აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა. და იცოცხლა აბრაამა 175 წელი. ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაამი, მოხუცებული და დღებით მაძღარი და შეერთო თავის ხალს. აი იქ რომ ახსენები არის კეტურას შვილებში, მე ადრეც ვახსენე და კიდე გავიმეორებ მიდიანის ზენი, იცით ხომ, რომლებიც მერე ხვდება, იცით მოსეს მოყავს ცოლი ამ მიდიანიდან და გახსოვთ მისი სიმამრი და მისი ცოლის ძმაც ჩვენ ხვდება, ხო, მერე უკვე გამოსვლის წინში, რიცხვთა წინში და ასე რომ მიდიანები ესე გამრავლდნენ. ითამარი გახსოვთ ალბათ, ხომ? და რეღუ ასევე. დაკრძალეს იგი ისააკმა და ისმაელმა მისმა ძეებმა მახველას ღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირეთ. მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაამა. იქ დაიკრძალნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი. აკურთხა ღმერთმა აბრაამის სიკვდილის შემდეგ ისააკი, მისი ძე და დამკვიდრდა ისააკი ბერ ლახაი როისთან. ეს არის აბრაამის ძის ისმაელის შთამომავლობა, რომელიც უშუამას ეგვიდებმა ჰაგარმა, სარას მხევალმა. ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით. ისმაელის პირშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბელი, მიბზამი, მიშმაყი, დუმა მასა, ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა. ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, 12 მთავარი თავთავისი ტომისა. იცოცხლა ისმაელმა 127 წელი, გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს. ისმაელიც იცით რომ არაბთა ერების მამამთავრად ითვლება. და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე ეგვიპტის პირდაპირ აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ. აი ისააკის აბრაამის ძის შთამომავლობა აბრაამა შვა ისააკი. და იყო ისააკი 40 წლისა, როდესაც ცოლად შეერთო რებეკა, ასული არამელი, ბეთუელისა, ფადან არამიდან, არამეული ლაბანის და. ებუდარებდა ისააკი უფალს თავის ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. ისმინა მისი უფალმა და დაორსულა რებეკა მისი ცოლი, მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან, თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ და წავიდა უფალთან შესაკითხად. უთხრა უფალმა, ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან, ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროს. დადგა მშობიარობ ჟამი და ტყუპები იყვნენ მის მუცელში. გამოვიდა პირველი თლათ წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი და სახელად ესავი უწოდეს. მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ქონდა მოჭიდებული და სახელად იაკობი უწოდეს. 60 წლის იყო მაშინ ისააკი.
გაიზარდნენ ყმაწვილები, მარჯვენა დადგა ესავი, კაცი ველისა. იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კაროების მკვიდრი. უყვარდა ისააკს ესავი, რადგან მის ნანადირებს ჭამდა, ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა. ერთხელ იაკობმა შეჭამადი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა, უთხრა ესავმა იაკობს, გთხოვ, მაჭამე, წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი. უთხრა იაკობმა, მომყიდე დღეს შენი პირმშოობა და თქვა ესავმა, სიკვდილის პირას ვარ, რაღაც მინდა პირმშოობა? უთხრა იაკობმა, შემომფიცე, მანაც შეფიცა და მიყიდა იაკობს თავისი პირმშოობა. მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამადი. ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოობა. თავი 26. შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დროს იყო და წავიდა ისააკი აბიმელექთან, ფილისტინელთა მეფესთან გერარში და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დამკვიდრე იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი. ხიზნობამდე იმ ქვეყანაში და შენთან ვიქნები. გაკურთხებ და შენ და შენ შთამომავლობას მოგცემთ ამ მიწას და განგიმტკიცე ფიცს, რომლითაც აბრაამს მამა შენ შევფიცე. ცის ვარსკვლავებით გავამრავლე შენ შთამომავლობას და შენს მოდგას მივცემ ყველა იმ მიწას და შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყველა ხალხი. რადგან ისმინა აბრაამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი ბრძანებები, ჩემი ცნებები, ჩემი წესები და ჩემი რჯული. ასე დამკვიდრდა ისააკი გერარში და კითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის შესახებ. მან უთხრა: და არის ჩემი, რადგან შეეშინდა ეთქვა, ჩემი ცოლიაო, რომ არ მოეკლათ იმ კაცებს, ვინაიდან ფრიად შვენიერი იყო რებეკა. დიდი ხნის დამკვიდრებულიყო იმ ქვეყანაში, როცა გაიხედა აბიმელექმა ფილისტინელთა მეფემ სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისააკი თავის ცოლს რებეკას. მოუხმო აბიმელექმა ისააკს და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი, რატომ თქვი ჩემი და არისო? იოგო ისააკმა: ვიფიქრე არ მომკლან მეთქი მის გამო. უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი კაცთაგანი და ცოდვას მოაწევდი ჩვენზე. დაუბრძანა აბიმელექამ მთელ ხალხს, ვინც ამ კაცს და მის ცოლს შეეხება, სიკვდილით არ ასწდება. დათესა ისააკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმ წელიწადს და აკურთხა იგი უფალმა. გამდირდა ეს კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა. შეეძინა ცხრის ფარა, ნახირი, დიდი სახნავ-სათესი მიწა და შეშურდათ მისი ფილისტინელებს. ჭევი, რომლებიც მამამისის მსახურება აბრაამის სიცოცხლეში ამოთხარეს, ფილისტინელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს. და უთხრა აბიმელექმა ისააკს: გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე. წავიდა ისააკი იქიდან დაბანაკდა გერარის ხეობაში და იქ დამკვიდრდა. და ისევ ამოთხარა ისააკმა მამამისის აბრაამის დღეებში ამოთხრილი ჭები. ფილისტინელებმა რომ ჩახერგეს მისი გარდაცვალების შემდეგ და იგივე სახელები უწოდა მათ, რაც მამამისმა დაარქვა. თხრიდნენ ისააკის სახურები ხეობაში და წააწყდნენ ცოცხალი წყლის ჭაშს. და დაობდნენ გერარელი მწყერსები ისააკის წყებსთან, ჩვენი წყალიაო, და უწოდა ჭას სახელად ყესეკი, რადგან თაობდნენ მასთან. სხვა ჭა ამოიღეს და მასზე შეედავნენ და უწოდა სახელად სიტანა. იქიდან გადაინაცვლა და სხვა ჭა ამოთხარა, მასზე აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი და თქვა: ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა და ვიმრავლებთ ქვეყანაზე და წავიდა იქიდან ბერშებაღისკენ. იმავე ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის მამა შენის ღმერთი, ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, გაკურთხებ და თესლს გაგიმრავლებ, აბრაამის ჩემი სახურის გამო. ააგო იქ სამსხორბოლ და მოუხმო უფლის სახელს. გაშალა იქ თავისი კარავი და ამოთხარეს ჭა ისააკის სახურება. მივიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მეგობარი ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართავარი. უთხრა ისააკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან, განა თქვენ არ მომიძურე და გამომაძევე თქვენგან? უთხრეს: ცხადად ხედავთ, რომ უფალია შენთან. ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენ შორის და აღთქმა დაუდოთ ერთმანეთს, რომ არაფერი დაგვიშავო, როგორც ჩვენ არ დაგვიშავებია და მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის. მშვიდობით გაგიშვით, ამიდან უფლის კურთხეული ხარ. ადიმი გაუმართა ისააკმა მათ, ჭამეს და სვეს. დილა ადრიანა დადგნენ და შეფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა ისააკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან. იმავე დღეს მოვიდნენ ისააკის სახურები და შეატყობინეს ჭის ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს: წყალი ვიპოვეთო და უწოდა სახელად შებაყი. ამიტომ შერჩა ამ ქალაქს სახელად ბერ შებაყი დღემდე. 40 წლისა იყო ისავე, როცა ცოლად ივდითი მოიყვანა, ხეთელი ბერის ასული და ბასმათი, ხეთელი ელონის ასული და სული გაუმწარეს მათ ისააკსა და რებეკას. ეს არის ჩვენ ორი თავი, რომელიც განიხილა ბატონმა უორენმა ამ 26 ნაწილში თავის კომენტარებში, რომელსაც ქვია თითქმის მამის მსგავსი შვილი.
ისააკი ცნობილი მამის აბრაამი და ცნობილი ვაჟის იაკობის მამა იყო და მიზეზების გამო მას ზოგჯერ პატრიარქებს შორის სუსტ ფიგურას მიიჩნევენ. აბრაამის და იაკობის გმირობებთან შედარებით ისააკის ცხოვრება მართლაც ჩვეულებრივი და მარტივი ჩანდა. ცხოვრებას და მხოლოდ ერთი მიუხედავად იმისა, რომ ის აბრაამზე და იაკობზე დიდხანს ცხოვრობდა, დაბადების წიგნის ჩანაწერებში მხოლოდ 6 თავია დაწერილი ისააკის ცხოვრებაზე და მხოლოდ ერთი მუხლი ებრაელთა მიმართ მე-11 თავშია ნახსენები მე-9 მუხლში. ისააკი მშვიდი და ჩაფიქრებული კაცი იყო, რომელსაც ერჩივნა თავის წრეთან დაპირისპირების ნაცვლად მორიდებოდა მათ, დაეთმო და გაცლოდა მათ. თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში სახლიდან შორს არ წასულა. აბრაამა გრძელი მოგზაურობა გაიარა ხარანიდან ქანაანამდე, ეგვიპტეც კი მოინახულა. იაკობი კი ხარანში წავიდა ცოლის მოსაყვანად, მაგრამ ისააკმა მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება ქანაანის მიწაზე მოგზაურობაში გაატარა. თუ არსებობდა ძველ ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ექვივალენტური იყო ჩვენი თანამედროვე მოგზაურთა კლუბის ჯეტ სეტისა, ისააკი მას ნამდვილად არ შეუერთებოდა და არ გაწევრიანდებოდა ამ კლუბში. თუმცა ეს სამყარო ისააკის მსგავსი ადამიანებით უფრო დასახლებული, ვიდრე აბრაამისა და იაკობების მსგავსი ადამიანებით. არდა მათ ხომ მნიშვნელოვანი წვლილი შეექვთ საზოგადოებასა და ეკლესიაში. მაშინაც კი თუ მათი სახელები არ წერია ხოლმე განათებულ აბრებზე, ან თუდაც ეკლესიის ბიულეტენებში. გარდა ამისა, ისააკის სიცოცხლე ეს ნაწილი იყო ღვთაებრივი გეგმისა, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ებრაელი ერი, მოგცა ბიბლია და მოიყვანა იესო ქრისტე. და ეს არ არის უკვე პატარა ამბავი. ისააკს არ ჰქონდა წარუმატებლობა, ის უბრალოდ განსხვავებული იყო. ბოლოს და ბოლოს თითოეულ თაობაში ადამიანებმა უნდა იპოვნოს საკუთარი თავი, იყვნენ საკუთარი თავის ერთგულები და ინდივიდუალურნი და არ გახარჯონ თავიანთი ცხოვრება მონურად, თავიანთი წინაპრების დევნაში და მათამი მიბაძვაში. ადამიანები თანასწორად იბადებიან, წერდა ფსიქიატრი ერიხ ფრომი წიგნში თავისუფლებიდან გაქცევა, მაგრამ ისინი ასევე განსხვავებულები არიანო. ჩვენი უნიკალურობის აღმოჩენა და მისი გამოყენება ღვთისადიდებლად არის გამოწვევა, რომელიც ცხოვრებას ისეც ხდიც, როგორიც არის. რატომ უნდა იყო იაფასიანი ვიღაცის იმიტაცია, როდესაც შეგიძლია იყო ღირებული და ორიგინალი? არც ერთი თაობა არ დგას მარტო, რადგან თითოეული ახალი თაობა წინა თაობებთანაა დაკავშირებული. მოგწონს ეს თუ არა. ისააკიც ასევე აბრაამთან და სარასთან დაკავშირებული იყო გარკვეული კავშირებით, რომელთა იგნორირება ან ადვილად გაწყვეტა შეუძლებელი იყო. მოდით შევხედოთ ამ კავშირებიდან ზოგიერთს და აღმოვაჩინოთ თუ რას გვასწავლიან ისინი დღევანდელ ჩვენ რწმენის ცხოვრებაში. პირველი კვეთავი ესე დაასათაურა, მან მიიღო მამის მემკვიდრეობა. აბრაამას სხვა შვილებს პატივი მიაგო მათთვის საჩუქრების მიცემით და გაშვებით, რითაც დარწმუნდა, რომ ისინი ისააკის კანონიერ მემკვიდრედ ჩანაცვლებას ვერ შეძლებდნენ. მამის უზარმაზარ სიმდიდრესთან ერთად ისააკმა ასევე მემკვიდრეობით მიიღო აღთქმის კურთხეები, რომელიც აბრაამს ღმერთიდან მიეცა. ისააკს ყავდა ისეთი მშობლები, რომლებსაც ცოცხალი ღმერთი სწამდათ. ხანდახან დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ისინი მაინც ცდილობდნენ, რომ ღმერთისთვის ეამბებინათ. აბრაამის პირმშო ვაჟი ისმაელი არ იყო არჩეული აღთმისშვილად და აღთმის კურთხევის მემკვიდრედ. ღმერთმა აღუთქვა ისმაელს, რომ აკურთხებდა და მას დიდერად აქცევდა და შეასრულა თავის პირობა. მაგრამ ჩემს აღთქმას დავდებ ისააკთან, გახსოვთ, მან ეს უთხრა აბრაამს. ისმაელი მამამისის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, მაგრამ ის მამამისის ანდერძში არ შევიდა. ისმაელი განასახიერებს ბუნებრივ, ანუ უცხონებელ ადამიანს. პირველ კორინთელთა წერილი 2:14, რომელიც რწმენის მიღმაა და ღვთის საქმეებისადმი მტრულად არის განწყობილი. ისააკი განასახიერებს მათ, ვინც მიედო იესო ქრისტეს, განიცადა სასწაულებრივი ახალი შობა ღვთის ძალით. პირველი პეტრეს წერილი, პირველი თავის 22-23 მუხლები. ახლა კი ჩვენ ძმებო, როგორც ისააკი იყო, აღთქმის შვილები ვართ. გალატელთა წერილი 4:28. ისმაელი მონად დაიბადა, მაგრამ ისააკი თავისუფალი იყო. ისმაელი ღარიბად დაიბადა, მაგრამ ისააკი მდიდარი იყო. ასევე ვართ ჩვენც იესო ქრისტეს ყველა მორწმუნე, რომლებიც ვიზიარებთ სულიწმინდის ყველა კურთხევას იესო ქრისტეში. ეფესელთა წერილი 1:3 და ქრისტეს დიდებული მემკვიდრეობის ნაწილები ვართ. ასევე ეფესელთა პირველი თავის მე-11 და მე-18 მუხლები. დაბადების მომენტიდან ყველანი დამოუკიდებელი ვართ უფროს თაობაზე. მაგრამ ჩვენზე ისინი ზრუნავენ მანამ, სანამ საკუთარ თავზე ზრუნვას ჩვენ შევძლებდეთ.
ჩვენ ასევე ვალში ვართ წინათაობების წინაშე იმ ცოდნის, უნარების, ტრადიციებისა და კულტურის დასაცავად და ჩვენთვის გადაცემისათვის, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებისთვის. წარმოვიდგინეთ, როგორი იქნებოდა ცხოვრება თითოეული ჩვენთაგანისათვის. როდესაც თუ დაგვჭირდებოდა ჩვენ ანბანის შექმნა, ბეჭდის გამოგონება, ელექტროენერგიის აღმოჩენა და თუნდაც თვალის, ბორბალის დიზაინის გამოგონება. ისააკის მემკვიდრეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო მამის მიერ დანატოვარი დიდი მატერიალური სიმდიდრე. ისააკის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იყო სულიერი სიმდიდრე მისი მამისა და დედისაგან, რომელიც მან მიიღო. რაც იყო ჭეშმარიტ და ცოცხალი ღმერთის ცოდნა, ნდობა და აღთქმის კურთხევების ნაწილით ყოფნა, რომელიც ღმერთმა მადლით აჩუქა აბრაამს, სარას და მის შთაუმავლებს. რა ტრაგიკულია, როდესაც ღვთისმოსავი ქრისტიანი მორწმუნეების შვილები ზურგს აქცევენ ხოლმე თავის ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას და ისმაელისა და ესავის მსგავსად ცხოვრობენ სამყაროსა და ხორცისათვის და არა უფლისათვის. შემდეგი ქვეთავი არის ის ლოცულობდა მამის ღმერთისადმი. დაბადება 10 ზედიზე თაობის ჩანაწერია. თაობები მოდიან და მიდიან, მაგრამ უფალი რჩება და არასოდეს იცვლება. უფალო შენ ხარ ჩვენი სამყოფელი ყოველ თაობაში. ფსალმუნი 99:1. თავდადებული სახლი. როდესაც ისააკი 40 წლის იყო, ასაკში 40 წლის ასაკში იყო, ღმერთმა რებეკა აერჩია მის ცოლად. და ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ორივე მათგანი ერთგული იყო უფლისა და ერთმანეთის მიმართ. ჩანაწერები მიუთითებს, რომ რებეკა უფრო აგრესიული, უფრო აქტიური იყო ოჯახურ საკითხებში, მაგრამ შესაძლოა სწორედ ასეთი ცოლი ესაჭირეობდა ისააკს, რომელიც მშვიდი და კაროების კაცი იყო. რა შეცდომიც არ უნდა დაეშვა ისააკს, როგორც ქმარს და მამას, ერთი რამ სიმართლეა. ახალგაზრდობაში მან ნებაყოფლობით თავი დადო სამსხვერპლოზე, როდესაც მამა აპირებდა მის შეწირვას ღმერთისადმი. მან როგორც მორჩილება გამოიჩინა მამის მიმართ, ასევე ასიამოვნა უფალსაც. შემდეგ არის იმედგაცრუებული სახლი. ისააკი და რებეკა 20 წელი ელოდნენ ოჯახის შექმნას, მაგრამ შვილები არ ყავდათ. მთელი წიგნი დაბადება ხაზს უსვავს ღვთის უზენაესობას და მისი დაგვიანების სიბრძნეს. ღმერთი არ მოქმედებს ჩვენს ვადებში და ჩვენს დროებში. არამედ მას აქვს თავისი ვადა და თავისი განრიგი. აბრაამს და სარას 25 წელი მოუწიათ ლოდინი ისააკის დაბადებამდე. იაკობს 14 წელი მოუწია შრომა, რომ მეორე ცოლი მოეყვანა, ან ორი ცოლი მოეყვანა და იოსებს 20 წელზე მეტი მოუწია ლოდინი, სანამ ძმებს შეურიგდებოდა. ასე რომ ჩვენი დრო მის ხელშია, ფსალმუნი 30:15 და მისი დრო და მისი განრიგი ყოველთვის სწორი და დროულია. აბრაამის მსგავსად ისააკი ლოცვის კაცი იყო, ამიტომ ის უფალს ეშუამდგომლა თავისი უნაყოფო ცოლისათვის. ისააკს სრული უფლება ჰქონდა ღმერთისთვის შვილები ეთხოვა, რადგან უფალმა მამამის და დედამის მისცა აღთქმა და დაპირებები, რომლებიც ისააკს ოჯახურ წრეში ყოველთვის ესმოდა ხოლმე, რომლებსაც ისინი ისმენდნენ. თუ რებეკა უნაყოფოდ არჩევოდა, როგორ შეიძლებოდა აბრაამის შთამომავლობა გამრავლებულიყო, როგორც დედამიწის მტვერი და ცისვარსკვლავები? როგორ შეიძლებოდა აბრაამის შთამომავლობა მთელი მსოფლიოსათვის კურთხევა გამხდარიყო? კარგად ითქვა, რომ ლოცვის მიზანი არ არის ჩვენი ნების შესრულება ზეცაში, არამედ ღვთის ნების შესრულება დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ებრაელ წყვილს შვილები სურდა, ისააკი ეგოისტურად არ ლოცულობდა. ის დაინტერესებული იყო ღვთის გეგმით, რომელიც ეხებოდა მისი აღთქმის შესრულებას და მთელი მსოფლიოს კურთხევას აღთქმული მესიის მეშვეობით. ჭეშმარიტი ლოცვა ნიშნავს ღვთის ნებაზე ზრუნვას და არა ჩვენს საკუთარ სურვილებზე და ღვთის სიტყვაში მოცემული აღთქმების მოთხოვნას. უფალმა უპასუხა ისააკს ლოცვას და რებეკას დაორსულების საშუალება მისცა. შემდეგ არის შეჭირვებული სახლი. ერთმა პრობლემამ მალევე მეორე გამოიწვია, რადგან რებეკას ორსულობა რთული იყო. მის მცველში მყოფი ჩულები ერთმანეთს ებრძოდნენ. ებრაული სიტყვა ნიშნავს ჩახშობას ან ჩაგვრას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნაყოფის მოძრაობები არ იყო ნორმალური. რადგან რებეკა საინტერესოა და ცდილობდა თუ არა უფალი მისთვის რაიმეს თქმას, ამიტომ ის წავიდა და დაეკითხა მას. ისააკს გაუმართლა, რომ ყავდა ცოლი, რომელმაც არამხოლოდ იცოდა თუ როგორ ელოცა, არამედ სურდა ღვთის ნების გაგებაც მისთვის და მისი შვილებისათვის. ღვთისმსიერ სამყაროს ხსნის ისტორიაში შვილების ჩასახვა და დაბადება ღვთიური ნებით განპირობებული მოვლენაა, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
ეს ეხებოდა ისააკის დაბადებას, იაკობის 12 ვაჟის დაბადებას, მოსეს, სამუელის, დავითის და ჩვენი უფლის იესო ქრისტესი. ჩასახვა, დაბადება და სიკვდილი ღვთიური მოვლენებია და არა ადამიანური შემთხვევითობები. ღვთის ბრძნული და მოსიყვარულე გეგმის ნაწილია თავისი ხალხისათვის. ფსალმური 115, 15, 128, 13, 16. წარმოიდგინეთ რებეკას გაოცება, როდესაც შეიტყო, რომ ორი ბავშვი მთელი ცხოვრება ერთმანეთს უნდა შებრძოლებოდა და ომი ქონოდათ ერთმანეთში. თითოეული ბავშვი ერთს წარმოშობდა და ეს ორი ერი, ედომი და ისრაელი, ერთმანეთს შეეჯიბრებოდა, მაგრამ უმცროსი უფროსზე იმეფებდა. ისევე როგორც ღმერთმა აირჩია ისააკი, მეორე შვილი და არა ისმაელი, პირმშო. ასევე აირჩია იაკობი, მეორე შვილი და არა ესავი, პირმშო. ის ფაქტი, რომ უმცროს ვაჟს უნდა ემართა უფროსი, ეწინააღმდეგებოდა ადამიანურ ტრადიციებს და ლოგიკას, მაგრამ უზენაესან ღმერთმა გააკეთა თავისი არჩევანი და ამას რომაელთა წერილში სულიწმინდა პავლეს მეშვეობით გადმოგცეს მე-9 თავში. და ღმერთი, ჩვენ ვიცით, რომ ვიმეორებ არასოდეს უშვებს შეცდომებს. შემდეგი არის გაყოფილი სახლი. ესავი სარაუდოდ ნიშნავს თმიანს. მას ასევე ერქვა მეწახელი ედომი, რაც ნიშნავს წითელს, რაც გულისხმობს მის წითელ თმას და წითელ ოსპის წვნიანს, რომელიც იაკობმა მიყიდა მას, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ პირმშოობა რო გაყიდა. ტყუპი ბიჭები არა მხოლოდ განსხვავდებოდნენ გარეგნობით, არამედ განსხვავდებოდნენ პიროვნებითაც. ესავი ძლიერი ბუნების ადამიანი იყო, რომელიც წარმატებული მონადირე იყო, ხოლო იაკობი კარვის, შვიდი, ანუ სახლის ბიჭი იყო. შეიძლება დედიკოს ბიჭი ქართველებმაც ესეც დავინახოთ. ჩვენ ალბათ ვფიქრობდით, რომ ისააკს მისი მსგავსი მეოჯახი და სახლის საოჯახო საქმეების კაცი იაკობი უნდა ყვარებოდა, მაგრამ იაკობი რებეკას ფავორიტი იყო. რებეკა იყო აქტიური დედა, რომელმაც იცოდა რა ხდებოდა სახლში და შეეძლო გზების მოფიქრება მის მისაღებად, რაც მას საუკეთესოდ მიაჩნდა. სამწუხაროდ, როდესაც ოჯახები იყოფა, რადგან მშობლები და შვილები საკუთარ სრულებს ღვთის ნებაზე წინ აყენებენ ხოლმე. ისააკს სიამოვნებდა გემრიელი ნანადირევის ჭამა, რომელიც ესავს სახლში მოქონდა ხოლმე. ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ოჯახის შემდგომ ისტორიაში, ჩვენ წავიკითხავთ ამას 27 თავში. ისააკმა მშვიდმა კაცმა აისრულა თავისი ოცნებები ესავში, მამაც კაცში და როგორც ჩანს, უგულებყო ის ფაქტი, რომ მისი უფროსი ვაჟი ასევე მიწიერი ადამიანი იყო. იცოდა თუ არა ისააკმა, რომ ესავმა დათმო პირშოობა, ჩანაწერები ამას არ გვეუბნება, მაგრამ სამაგიეროდ მან ხომ იცოდა ის ფაქტი, რომ ღმერთმა უმცროსი ვაჟი აირჩია უფროს ვაჟზე მის გეგმაში. ეს არის, როდესაც რებეკა შეეკითხა ღმერთს, ბუნებრივია რებეკა მოუტანდა ამბავს და ეტყოდა ამ ღმერთის განცხადებას თავის მეუღლეს. ჩემს მეგობარს ამბობს უორენ ბრისბი, ოფისის მაგიდაზე მინის ქვეშ ბარათიედო, რომელზეც ეწერა: რწმენა არის ცხოვრება ინტრიგების გარეშე. იაკობს შეეძლო ამ ბარათის გამოყენება. მის დაბადებამდე ის ღვთიური რჩეული იყო პირშობის მისაღება და კურთხევისათვის. ამრიგად მას არ სჭირდებოდა ძმის გეგმის შემუშავება და მას ზეწოლა. სავარაუდოდ იაკობს უკვე ჰქონდა ნანახი უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ესავს სულიერი საკითხები არ აინტერესებდა, რაც ესავს ღვთისნების კურთხევის მიღმისა და შესრულებისათვის უვარგის ხსნიდა. შესაძლოა იაკოვმა და მისმა დედამ ეს საკითხიც კი განიხილეს. სახელი იაკობი ებრაული სიტყვიდან იაკობ მომდინარეობს, რაც ნიშნავს ღმერთმა დაიცვას, მაგრამ რადგან ის სიტყვებს აქებ ქუსლი და აქაბ უკრინდან ყურება ან გასწრება გავს, მისი სახელი მეტსახელად იქცა ის ქუსლს ეჭიდება, ან მოატყუებს. მაცდური, ხომ? მცდარი ატყუარა. დაბადებდნენ იაკობი და ესავი კამათობდნენ და დაბადებისას იაკობმა ძმის ქუსლს ჩაშიდა ხელი. ეს უკანასკნელი ქმედება ისე განიმართა, თითქოს იაკობი ძმას ჩაეჭიდებოდა, მისით ისარგებლებდა. წინასწარმეტყველება ახდა, ის ფაქტი, რომ ღმერთმა უკვე გადაწყვიტა იაკობის სახლის კურთხევის მიცემა, არ ათავისუფლებდა ოჯახის არც ერთ წევრს უფლის წინაშე ვალდებულებისაგან. ისინი ყველანი პასუხისმგებელი იყვნენ თავიანთ ქმედებებზე, რადგან ღვთაებრივი უზენაესობა არ ანადგურებს ადამიანურ პასუხისმგებლობას. სინამდვილეში იმის ცოდნა, რომ ჩვენ ღვთის რჩეულები ვართ, ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს მის ნების შესრულებაზე. და მე აქ უბრალოდ დავამატებ ვორენობის იმას საქნა, როდესაც იესო ქრისტე ქრისტიანებს და მოციქულებს ეუბნება, რომ თუ თქვენი, ხომ, მორალი და ზნეობა არ აღემატება, ხო, ფარისევლებისაც გახსოვთ, ხომ? ასე რომ ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს მორწმუნეებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი რას გვპირდება ჩვენ. ასე რომ
ამაზე აქ საუბარი, ასევე თუნდაც იუდაც რო გავიხსენოთ, ხო? რომ მისი პასუხისმგებლობა არ მოიხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ის ნაწინასწარმეტყველები იყო. პასუხისმგებლობას ადამიანები მაინც ატარებენ. ასე რომ ეს არ არის რაღაცა ბედი და იღბალი, ან კარმა ან რაღაცა, რომ ადამიანმა არ აირიდოს. შემდეგ კვეთავი არის ის მამამისის ცდუნებებს შეხვდა. რაც ა ブラ ამს ჰქონდა იგივე ცდუნებები. ნახეთ სატანა როგორ მუშაობს და იგივე ცდუნებაში ჩააგდო. ჭეშმარიტი რწმენა ყოველთვის გამოცდას განიცდის, ან ჩვენს შიგნით არსებული ცდუნებებით, ან ჩვენს გარშემო არსებული განსაცდელებით. იაკობის წერილი 1:18 გახსოვთ ხო? საიდან იშვება ღმერთი ჩვენ არ გვცდის, ეს არის ჩვენში ჩაბუდებული ეს სურვილები, რომლებსაც სატანაც იყენებს და ჩვენი ცოდვილი ბუნება აკეთებს ამას. რადგან რწმენას, რომელიც არ ექვემდებარება გამოცდას, არ შეიძლება სანდო ეწოდოს. ღმერთი გვცდის, რათა ჩვენში საუკეთესო გამოვლინდეს, მაგრამ სატანა გვცდის, რომ ჩვენში ყველაზე ცუდი გამოავლინოს. სადაც შედარება რა არის, ხო? ნახეთ, ღმერთი რატო გვცდის თავის ერთგულებს, რომ უფრო გაიზარდოთ სულიერად და უფრო დავაფასოთ ღმერთის მადლივე. ჩვენზე ბევრი არ არის დამოკიდებული, მაგრამ სატანა ამ ცდუნებას აკეთებს, რომ დაგვცეს, გახსოვთ როგორც იობი და გაგვანადგუროს. ამა თუ იმ ფორმით თითოეულმა ახალმა თაობამ უნდა განიცადოს იგივე გამოცდები, რაც წინა თაობებმა, თუნდაც მხოლოდ იმის აღმოსაჩინად, რომ მტერი არ იცვლება და ადამიანური ბუნება კი არ უმჯობესდება. ა ブラ ამი ამ თავში 8-ჯერ არის ნახსენები და სიტყვა მამა 6-ჯერ ხვდება. ისააკი ძალიან გავდა მის მამას, ა ブラ ამს. ა ブラ ამ ლინკონი მართალი იყო, ჩვენ ვერ გავექცევით ისტორიასო. გაქცევის ცდუნება. როდესაც ა ブラ ამი ქანაანში ჩავიდა, ქვეყანაში შიმშილობა დახვდა და რწმენის პირველი სერიოზული გამოცდა დადგა. მისი გამოსავალი იყო მიეტოვებინა ღვთის მიერ მისთვის არჩეული ადგილი, მორჩილების ადგილი და ეგვიპტეში გაქცეულიყო, რითაც ცუდი მაგალითი დაუტოვა თავის შთამომავლებს, რომლებიც მიდრეკილები იყვნენ მისადმი მიბაძვისაკენ. სოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილი ღვთისნებაში ყოფნა, რადგან ღვთისნება არასდროს მიგვიყვანს იქ, სადაც მისი მადლი ვერ უზრუნველყოფს ჩვენ. ამაზე ლაპარაკი იყო, მე აქ ჩანს რომ ისააკიც აპირებდა ეგვიპტეში წასვლას, იმიტომ ღმერთი გამოეცხადება, ხო? და ასევე თაობების განმავლობაში, აი ბოლოს მე მახსოვს ერემიას დროსაც ბაბილონიდან გარბიან ეგვიპტეში და ბევრი გარბის ეგვიპტეში ტრადიციულად და ღმერთი აკრიტიკებს ეგვიპტეზე დაყრდნობას. ასევე ჩვენც ადამიანები, რაც ახლა ამას წინებზე ითქვა აქ ბიბლიურ საუბრებში, რომ უკრაინა რო გაიქცა, ხო? დაუშვათ სხვასთან დასახმარებლა და მანამდეც სხვის იმედზე იყო და ეგვიპტე გავდა გადატეხილ ლერწამს, რომელიც შეერჭობოდა. ეს არის ბიბლიაში აღწერილი. ასევეა ის ერებიც, რომლებიც თავის მტერთან მიმართებაში ეძებენ სხვასთან დაუშვათ დახმარებას და სხვისგან მთლიანად ეყრდნობიან სხვის იმას, რა ქვია, ძალებს. ეს არის აქ ყურადღებ მისაქცევი ამ ნაწილში. ურწმუნოება ამბობს როგორ გამოვიდე აქედან. ესე იგი, როცა ხვდება ადამიანი გაჭიროებაში, გასაჭირში, ურწმუნო ადამიანი ესე ამბობს, როგორ გამოვიდე აქედან. ხოლო რწმენა კი კითხულობს, რა შემიძლია მივიღო აქედან. ხედავთ? ესე იგი, მორწმუნე ადამიანი ცდილობს ნებისმიერი სიტუაციიდან რა შეიძლება აქედან სარგებელი გამოვიტანო, ხოლო ურწმუნო ადამიანი როგორ გავიქცე აქედან. როდესაც ისააკი შიმშილობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, მან გადაწყვიტა ფილისტელთა დედაქალაქ გერარში წასულიყო და აბიმელექისაგან დახმარება მიიღო. ეხლა აბიმელექი, რომელიც და გერარი ნახსენებია, იცით, ა ブラ ამის დროს, ეს ტიტული იყო აბიმელექი და არა კონკრეტული სახელი. იმიტომ დიდი ხანი გავიდა იმის შემდეგ, ხო, რაც ა ブラ ამსაც იგივე პრობლემა დაუდგა გამოსაცდელი. ისააკი და რებეკა სავარაუდოდ იმ დროს ბერ-ლაჰაიროში ცხოვრობდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გერაში ჩასასვლელად დაახლოებით 75 მილის მოშორებით. ალბათ 100 კილომეტრია, ხო, იგივე. დაახლოებით 75 მილის მოშორებით იმყოფებოდნენ. გერაში ჩასვლის შემდეგაც კი ისააკს და რებეკას შესაძლოა სამხრეთით ეგვიპტეში წასვლის ცდუნება ჰქონდათ, თუმცა ღმერთმა გააფრთხილა, რომ ეს შესაძლებლობა არ განეხილათ. ღმერთმა ისააკს ფილისტიმში დარჩენის უფლება მისცა და დაპირდა, რომ აკურთხებდა მას. ღმერთმა ა ブラ ამს აღუთქვა, რომ მისი შთამომავლები ძალიან გამრავლდებოდნენ და ერთ დღესაც ყველა ამ მიწებს დაეუფლებოდნენ. ამრიგად ისააკს ჰქონდა უფლება იქ დარჩენილიყო, სანამ ღმერთი ამას მოისურვებდა. ღმერთმა აკურთხა ისააკი ა ブラ ამის გულისათვის, ისევე როგორც მან აკურთხა მორწმუნეები დღეს იესო ქრისტეს გულისათვის. აი ეს ძალიან მაგარი რაღაცა. ეხლა ჩვენ მაგალითად ჩვენს გამო
ზოგადი კურთხევა შეიძლება ჩვენ შვილებმაც მიიღოს, ჩვენმა მეგობრებმაც და ერთმანეთის კურთხევა ადამიანებს მოქმედეს, მაგრამ სულის ხსნა უკვე ინდივიდუალურია მარადისობისათვის. სულის ხსნა. ნახეთ, ჩვენც ღმერთი აი დღეს იესო ქრისტეს გულისათვის უკვე გვაკურთხებს მარადიულად. მაგრამ ადამიანების გამო შეიძლება დროებით ვიყოთ კურთხეული აქ დედამიწაზე, მაგრამ მარადისობისათვის სული ვიხსნათ უკვე იესო ქრისტეს გულისათვის უნდა ვიყოთ ჩვენ ნაკურთხი. ჩვენ ვერასოდეს გავექცევით წარმატებით განსაცდელებს, რადგან ღმერთი ზრუნავს, რომ მისმა შვილებმა ისწავლონ რწმენის გაკვეთილები, თუ სად მიდიან და რა გზაზე დადიან ისინი. ჩვენ ვერასოდეს გავიზრდებით სირთულეებისგან გაქცევით, რადგან გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს, მოთმინება კი ჩვენს ხასიათს, რომელთა წერილი 5:3-4. დავითის მსგავსად შეიძლება ჩვენს გვინდა მტრედის ფრთები გამოვისხათ, რათა გავფრინდეთ და დამშვიდეთ. ფსალმური 54:6. მაგრამ თუ ისინი გვექნება ჩვენ მუდამ, ჩვენ ხო ყოველთვის მტრედებად დავრჩევით. და ამ დროს ღმერთს სურს, რომ ჩვენ არწივების ფრთები გქონდეს. ესაიას 40:31. შემდეგი არის ტყუილის თქმის ცდუნება. ისააკ შეძლო შიმშილისაგან გაქცევა, მაგრამ როდესაც ის ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, საიდანაც გამოსავალი არ იყო, მას მოტყუებისაკენ მოუწია მიმართვა, რათა დაეცვა საკუთარი თავი. აბრაამმა იგივე ცოდვა ორჯერ ჩაიდინა, ერთხელ ეგვიპტეში, დაბადების მე-12 თავში წავიკითხეთ და ერთხელ ფილისტიმში, აბიმელექთან მე-20 თავში. გახსოვდეთ, რწმენარის ცხოვრება ინტრიგების გარეშე და ტყუილის თქმა, როგორც ჩანს, კაცობრიობის ერთ-ერთი საყვარელი გზა პასუხისმგებლობისაგან თავის დასაღწევად. ისააკს კითხეს მასთან ყოფი ქალის შესახებ და ის ისევე როგორც მისმა მამამ აბრაამმა თქვა, რომ ის მისი და იყო. მაგრამ როდესაც აბილექმა დაინახა, რომ ისააკი რებეკას ეფერებოდა, მიხვდა, რომ ის მისი ცოლი იყო. ეხლა რატომ იტყუებოდა ისააკი? იმიტომ რომ ეშინოდა, რომ მისი წარმართი მასვინძელი მოკლავდა მას, რათა მისი ლამაზი ცოლი მოეპოვებინა. მისი ტყუილი მისი ურწმუნოების დასტური იყო, რადგან თუ მან შვილებისათვის ლოცვის მოთხოვა და აღთმის დაპირება იყო, რატომ არ შეეძლო იგივე აღთმის დაპირების მოთხოვნა, რათა დაეცვა საკუთარი ცავი და ცოლი. ჩვენ გვახსოვთ, რომ ისააკმა, როდესაც შვილები არ ყავდა, ილოცა ღმერთთან და აი აქ რატომ არ მიმართა ლოცვასო. ინგლისელმა პოეტმა ჯონ დრაიდენმა დაწერა, სიმართლე არის ყველა ცოდნის საფუძველი და ყველა საზოგადოების ცემენტი. და მე ეს არერთხელ მithქვია, რომ ტყუილი კანადაში ხო კატეგორიულად მიუღებელია და ორ ცნებაზე დგას მეთქი კანადა. არ იპარო, არ მოიტყუო. როდესაც ადამიანები არ ასრულებენ თავიანთ სიტყვას, საზოგადოების საფუძველი იწყებს რყევას და ყველაფერი იწყებს ნგრევას. ბედნიერი სახლები, ხანგრძლივი მეგობრობა, აყვავებული ბიზნესი, სტაბილური მთავრობები და ეფექტური ეკლესია. ყველა მათგანის წარმატება სიმართლეზეა დამოკიდებული. ახლა ხვდებით ხო საქართველოში რატომ არ შენდება სახელმწიფო და რატომ არის სტრუქტურები მორყეული. ნებისმიერ ნაბიჯზე ტყუილია, როგორც პატრიარქიდან წამოსული, ასევე დამთავრებული ბოლო რგოლამდე, ტაქსის ზღოლის ჩათვლით. ამერიკელმა ქადაგებმა ფილიპს ბრუქსმა თქვა, სიმართლე ყოველთვის ძლიერია, რაც არ უნდა სუსტი ჩანდეს და სიცრუე ყოველთვის სუსტია, რაც არ უნდა ძლიერი ჩანდეს. სიმართლე ცემენტია, როგორც აღვნიშნეთ, სიცრუე კი მხოლოდ შებათქაშება და შეთეთრებაა. როდესაც ის გაჭირვებაში აღმოჩნდა, ისააკი ცდუნებას წააწყდა, რომ გაქცეულიყო და ტყუილი ეთქვა და ჩვენც იგივე ცდუნების წინაშე ვდგავართ დღეს. ისააკი ცდუნებისას დაეცა და ეს გამოაშკარავდა. სამწუხაროდ დღეს, როდესაც წარმართი ადამიანები, როგორც აბიმელექი, საჯაროდ ამხელენ ღვთისმსახურებს ტყუილის თქმისათვის. რაც სირცხვილია ჭეშმარიტება. რა სირცხვილია ეს ჭეშმარიტი ღვთის გეგმისათვის, არა? შემდეგი ქვეთავი არის, მან ხელახლა ამოთხარა მამის ჭეები. ჭები, წყლის ჭები. ისააკმა მემკვიდრეობით მიიღო ფარა და ჯოგი მამისაგან, რომელიც მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ ახლა მდიდარი მემკვიდრე დასახლდა და ფერმერი გახდა. გერარში დიდი ხნის განმავლობაში დარჩა. ხედავთ, აი აქ თუ მიაქცეთ ყურადღება, მე არ გავამახვილე, როცა ვკითხულობდი, უკვე მას მიწებიც აქვს. თუ აბრაამი მარტო მეჯოგე იყო, მას უკვე ისააკს მიწებიც აქვს, სადაც თესავს და მოყავს მოსავალიც. შემდეგი არის კურთხევა. ისააკი და მისი მეზობლები ერთსა და იმავე წელზე ცხოვრობდნენ და ისინი დამოკიდებული იყვნენ ერთსა იგივე მზეზე, წვიმაზე,
მაგრამ ისააკის მოსავალი მათზე მეტი იყო და მისი ფარა და ჯოგი უხვად გამრავლდა. ღმერთმა შეასრულა თავის დაპირება და აკურთხა ისააკი ყველაფერში, რასაც ის აკეთებდა. ღმერთი მსგავს კურთხევას მისცემდა იაკობს წლების შემდეგაც. მაგრამ ისააკი მატყუარა იყო. როგორც შეეძლო უფალს ეკურთხებინა ასეთი ადამიანი, რომელიც თავს მორწმუნე და ცხადებდა, მაგრამ განზრახ იტყუებდა თავის ურწმუნო მეზობლებთან. იმიტომ რომ ღმერთი ყოველთვის ერთგულია თავისი აღთქმისა და ასრულების თავის დაპირებებს. მეორე ტიმოთეს 2:11-13 და ერთადერთი პირობა, რომელიც ღმერთმა დადო თავის კურთხევის დაპირებასთან იყო, რომ ისააკი დარჩენილი იყო მიწაზე და არ წასულიყო ეგვიპტეში. ღმერთმა ასევე აკურთხა ისააკი აბრაამის სიცოცხლისა და რწმენის გამო, ასევე როგორც ის გვაკურთხებს ჩვენ იესო ქრისტეს გულისათვის. ვერასოდეს გავიგებთ, სანამ 60-ში არ მივალთ, რამდენი კურთხება იყო ჩვენთვის დივიდენდი ღვთისმოსავი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიერ განხორციელებული სულიერი ინვესტიციებიდან, რომლებიც ჩვენზე ადრე წავიდნენ ჩვენგან. შემდეგი არის კონფლიქტი. მატერიალური კურთხევების მიუხედავად, ისააკი მაინც იტანჯებოდა თავის ტყუილის გამო, რადგან მიღებულმა კურთხევამ მის ცხოვრებაში ტვირთი და ბრძოლები მოიტანა. მისი დიდი სიმდიდრის დანახვისას ფილისტიმლები შეშურდათ მისი და გადაწყვიტეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა მათ უსაფრთხოებას. მსგავსი სიტუაცია შექმნებოდა, როდესაც ებრაელები გამრავლდნენ ეგვიპტეში, გახსოვთ გამოსვლის წიგნის პირველი და შეშურდათ ეგვიპტელებს ესეთი გაძლიერება ამ ერის. უფლის კურთხევა ამდიდრებს ადამიანს და მას არ ემატება წუხარება ამის გამო. იგავები 10:22, როცა პარალელურად ურწმუნო ადამიანი როცა მდიდრდება, მისი მწუხარება იზრდება. ესე იგი, როცა ღმერთი გაგვამდიდრებს, ხედავთ, ის სიმშვიდესაც გვაძლევს, მაგრამ როდესაც შენით მდიდრდები, ამას მოყვება შფოთი და ტანჯვა. ისააკს რომ არ ეთქვა ტყუილი ცოლის შესახებ, ღმერთი არ დაჟიდა მას, არამედ მშვიდობას მისცემდა მეზობლებთანაც. იგავები 16:7. თუმცა მისი ცოდვების გამო ისააკის მატერიალურმა კურთხევებმა პრობლემა შეუქმნეს მას. ფილისტიმლები ცდილობდნენ, რომ ისააკს დაეტოვებინა მათი მიწა და სხვაგან დასაყრებულიყო და ამ მიზნით აბრაამის ჭევი ამოქოლეს და ისააკის ცხვარსა და ჯოგს წყალი წაართვეს, რომელიც მათ სასოწარკვეთილად ჭირდებოდათ. წყალი ახლო აღმოსავლეთში მაშინ ძვირფასი საშუალება იყო და ეხლაც შესაბამის ჭევი აუცილებელი იყო თუ ამ მიწაზე გსურდა წარმატებით ცხოვრება. კრიზისში კი მაშინ დადგა, როდესაც მეფემ ისააკს უბრძანა, გადასულიყო სხვა ადგილას და ისააკიც მას დაემორჩილა. შემდეგი არის ძებნა. სადაც არ უნდა წასულიყო, ისააკი მტერი მისდევდა მას და ართმევდა მისი მამის ჭებს და ასევე ისააკის სახურების მიერ გათხრილ ახალ ჭებს ქოლავდნენ. შემდეგი არის ჭისპოვნა. განსაკუთრებული კურთხევა იყო ჭისპოვნა, რადგან ის ყოველთვის უზრუნველყოფდა სუფთა წყალს, მაგრამ ფილისტიმლებმა ეს ჭაც წაიღეს. ისააკის კაცების მიერ გათხრილი ახალი ჭების სახელები მეტყველებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მას მეზობლებთან ჰქონდა, რადგან ესეკი ნიშნავს დავას, ხოლო სიტანა სიძულვილს, მაგრამ როხობოთი გაფართოებას ნიშნავს, რადგან ისააკმა საბოლოოდ იპოვა ადგილი, სადაც მარტო დარჩა და საკმარისი ადგილი ექნებოდა თავისი ბანაკისათვის, ცხოვრებისა და ძროხებისათვის. როდესაც აბრაამს პრობლემები ექნებოდა ადამიანთან, ის გაბედულად უპირისპირდება მათ და აგვარებდა ამ საკითხს. ეს იქნებოდა მისი ძმისშვილი ლოტი, როცა დავა ჰქონდათ, ასევე დამყრობლები მეფეები, როდესაც დაიპყრეს და ლოტი წაიყვანეს ტყვედ, აბრაამმა გახსოვთ გამოიხსნა ისინი. ასევე აგარი და ისმაელი. თუ ფილისტიმლები გახსოვთ ასევე ფილისტიმლებთან როცა დავა ჰქონდა აბრაამს, მაგრამ ისააკი რაღაც პენსიაზე გასული კაცი იყო, რომელსაც სურდა დაპირისპირების თავიდან აცილება და განშორება და მათ მტრებთან პირდაპირ არ დაპირისპირება. რადგან ის ხიზანი იყო და პილიგრიმი იყო ამ მიწაზე, მას შეძლო ბანაკის გადატანა და მშვიდობის ყოფილი ყოფილიყო. მაგრამ ბუნებრივი აქ მინდა აღვნიშნო, როცა ამას ტოვებდა, ის მიწები, რომელიც ჰქონდა დაცათესად, იძულებულიყო მიეტოვებინა. ხედავთ, ესე იგი, ღმერთმა მაინც მეჯოგეობასკენ უთხრდა, ჯოგის წაიყვან შენ, მაგრამ მიწებს ხო ვერ წაიღებ შენთან ერთად, მიწები უნდა მოძებნო ახალი. ცხოვრების ყველა რთულ სიტუაციაში საჭიროა გამჭრიახობა იმის გასაგებად, სურს თუ არა ღმერთს ვიყოთ მოწინააღმდეგები, როგორც აბრაამი თუ მშვიდობის ყოფილები, როგორც ისააკი, რადგან ღმერთს შეუძლია აკურთხოს და გამოიყენოს ორივე მიდგომა. აი ძალიან საინტერესო მიდგომა, ესე იგი, როდის ვიბრძოლოთ, როდის შევერკინოთ მტერს, როგორც აბრაამი და როდის ვიყოთ დამთმობი, როგორც ისააკი და მშვიდობის მოყვარე.
თუ შესაძლებელია, რამდენადაც თქვენზეა დამოკიდებული, მშვიდობიანად იცხოვროთ ყველასთან. უკვე ნახეთ ქრისტიანებს უკვე სული წმინდა პავლეს მეშვეობით, რომელთა წერილის მე-12 თავში რას გვეუბნება. თუ შესაძლებელია, რამდენადაც თქვენზეა დამოკიდებული, მშვიდობიანად იცხოვროთ ყველასთან. ანუ ქრისტიანი ყოველთვის ეძებს მშვიდობას მაქსიმალურად, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, თუ საჭიროა რომ ჩვენ დავიცვათ კიდევაც თავი. ზოგჯერ ეს შეუძლებელი ამბობს უორენბისი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ და უნდა დავაყრდნოთ ზემოდან მომავალ სიბრძნეს, რომელიც წმინდაა და მშვიდობიანი. იაკობის წერილი 3:17. ისააკის გამოცდილების სულიერი თვალსაზრისით განხილვისას შეგვიძლია მნიშვნელოვანი გაკვეთილები ვისწავლოთ. ბიბლიაში ჭები ზოგჯერ უფლის ხელიდან მომდინარე კურთხევის განსახიერებაა. ჩვენ ეს დაბადების წიგნის მე-16 თავში ვნახეთ, 21-ში, მერე ვნახავთ 59 თავში, გამოსვლის წიგნის 15-27-ში, რიცხვთა წიგნის 21-ში, იგავების 5-15, იგავების 16-22-18-14, ასევე ქებათა ქებაში 4-15. ესაიას წიგნი 12-3 და იონეს სახარება 4-14, სადაც გასვოთ იესო ქრისტე სამარიტელ დედაკაცთან ჭასთან საუბრობს. ეკლესია გამუდმებით ეძებს რაღაც ახალს, მაშინ როცა ჩვენ მხოლოდ ის გვჭირდება, რომ ხელახლა ამოვთხაროთ სულიერი ცხოვრების ძველი ჭები, რომლებზეც ღვთის ხალხი თავიდანვე იყო დამოკიდებული. ეს არის ღვთის სიტყვა, ლოცვა, თაყვანისცემა, უკაცრავად რწმენა, სულიერი ძალა, მსხვერპლი და მსახურება. ჭები, რომელთა შევსების უფლებითაც მტერს მივეცით. ნახეთ რა კარგი ის არის, კიდე გავიმეორებ, ესე ქრისტიანებს რა შეგვიძლია ამ გაკვეთილებიდან გამოვიტანოთ. ძველი აღთქმის ჭებიდან რაზეა და აქაც ტორონტოში იყო 4 თუ 5 ჭა, სულიერი ჭა, ესეთ იყო ტაძრები, სადაც ერთგან ტოზერიც, ხო, ეს ცნობილი ტოზერიც ქადაგებდა ხოლმე და მათ სულიერ ჭებს უძახდნენ, საიდანაც ჩვენ ამოხაპვა შეგვიძლია, ხედავთ? ეკლესია გამუდმებით ეძებს რაღაც ახალს, მაშინ როცა ჩვენ მხოლოდ ის გვჭირდება, რომ ხელახლა ამოვთხაროთ სულიერი ცხოვრების ძველი ჭები, რომლებიც ღვთის ხალხი თავიდანვე იყო დამოკიდებული. და პავლეს უამრავი მოცემული მაგალითია რწმენის, ხო? ნახეთ, ღვთის სიტყვა, რომ დაუბრუნდეთ, ლოცვა თუ შევასუსტეთ, თაყვანისცემა თუ შესუსტდა, რწმენა რომ გავიძლიეროთ, სულიერი ძალები რომ მოვიკრიბოთ, მსხვერპლი და მსახურება. ჭები, რომელთა შევსების უფლებაც ჩვენ ადრე მტერს მივეცით. ნახეთ, ან სიზარმაცით, ან წაყრუებით, ხო? როდესაც სულიერი ძალა ეკლესიის ისტორიაში აღორძინდებოდა, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ვიღაცა ისევ ძველ ჭრებს ამოთხრიდა ხოლმე და გაასუფთავებდა, რათა ღვთის სიცოცხლის მომცემი სული გაეთავისუფლებინა და მას თავისუფლად ემოქმედა. შემდეგი მუხლები არის დარწმუნება. ბერშება ისააკისათვის ძალიან განსაკუთრებული ადგილი იყო, რადგან იქ მისმა მამამ ფილისტელთა ლიდერებთან შეთანხმება დადო. ბერშება ნიშნავს ფიცის ჭას. უფალი თავის დარწმუნებული სიტყვით მოდის ჩვენთან ზუსტად მაშინ, როცა გამხნევება გვჭირდება. ამას ჩვენ მოციქულთა საქმეებში წავიკითხავთ მე-18 თავში, 23 თავში, 27 თავში, ასევე მეორე ტიმოთეს მეორე თავში. პავლე უყვება ტიმოთეს მე-19 მოხში. ვინც არ უნდა იყოს ჩვენ წინააღმდეგ, ღმერთი ჩვენთანაა და ჩვენთვისაა. დაბადება 28-15, 31-3, რომელთა წერილი 8-31-39 და არ არის საჭირო რომ ჩვენ გვეშინოდეს ვინმესი. ღვთის მადლიანი სიტყვის აღთმის საპასუხოდ ისააკმა სამსხვრობლო ააგო და თაყვანისცა უფალს. ის მზად იყო თავის მოწინააღმდეგებთან შესახვედრად. მამამისის აბრაამის გავსად ისააკის თავისი კარვითა და სამსხვრობლოთი იყო ცნობილი. ისააკი საკმარისად მდიდარი იყო, რომ შეძლებოდა თავისი ლამაზი სახლის აშენება, მაგრამ მისი კარავი მას მომლოცველად, ხიზნად, პილიგრიმად და მომთაბარედ წარმოაჩენდა. ებრაელთა წერილი 11:8 გახსოვთ, 13:16, რომ ჩვენ ყველანი ხიზნები ვართ აქ დედამიწაზე და ყოველთვის ამან უნდა წარმოგვაჩინოს ჩვენ. ტოლვილი სახლიდან გარბის, მოხეტიალე სახლი არ აქვს, უცხო სახლიდან შორსაა, მაგრამ პილიგრიმი, მომლოცველი სახლში მიდის.
კარავი ისააკს მომლოცველად ასახელებს, ხოლო სამსხურვლო აცხადებდა, რომ ის თაყვანსცემდა იეჰოვას და ზეციური სამეფისაკენ ჰქონდა მას მედიტაცია. ისააკის მსგავსად ყველა, ვინც კი ირწმუნა იესო ქრისტე, არის ხიზანი ამ ქვეყნად და პილიგრიმი. რომელიც უკეთესი სამყაროსაკენ მიემართება მომავალში. პირველი პეტრეს წერილი, პირველი თავის პირველი მუხლი და მეორე თავის მე-11 მუხლი. სხეული, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ეს ჩვენი კარავია დღეს და ის ერთდღელას დაიშლება. ჩვენ წავალთ ზეციურ ქალაქში. მეორე კორინთელთა მე-5 თავის პირველ და მერვე მუხლებში პავლე მოციქული კარგად აყალიბებს ამს. აქ ცხოვრება ხანმოკლე და დროებითია, რადგან ეს კარავი ძალიან მყიფია, მაგრამ ჩვენი განდიდებული სხეული ჩვენივე იქნება მარადიულად. ფილიპელთა წერილი 3:20-21, პირველი იოანეს წერილი 3:1-3. მაგრამ სანამ აქ დედამიწაზე ვარ, დავწუნდეთ უნდა რომ ავაშენებთ სამსხურვლოს და დავამოწევთ, რომ იესო ქრისტე არის მსოფლიოს ხსნელი. შემდეგი არის შეთანხმება. მუხლები 26-33 ამ თავში. ისააკის სტრატეგიამ გაამართლა, რადგან ფილისტელთა ლიდერები მივიდნენ მასთან, რათა მოეგვარებინათ საკუთრების უფლებების საკითხები. ღვთის აღთქმებით გაძლიერებული ისააკი გაცილებით უფრო თამამი იყო თავის მიდგომაში და ფილისტელებს უკვე დაუპირისპირდა მათი ცოდვების გამო. ახსენაში რომ ისააკის აქციელმა ამ კონფლიქტის დროს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე და მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ უფალი უხვად აკურთხებდა მას. ჭების ფლობაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ისააკის პრივილეგია გაეზიარებინა თავისი მოწმობა წარმართ მეზობლებთან. გახსოვთ, ეს პირველ კორინთელთა წერილის მე-6 თავის პირველ და მერვე მუხლებში აქვს პავლეს აღწერილი. ისააკმა და ამ ლიდერებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა. შეთანხმების დასასრულებლად ისააკმა ნადიმი გამართა, რადგან ამ კულტურაში სხვებთან ერთად ჭამა მეგობრებისა და ურთიერთდახმარების მტკიცე კავშირების დამყარებას ნიშნავდა. იმავე დღეს ისააკის მსახურება იპოვეს აბრაამის ერთ-ერთი ჭა, დაბადება 21, გახსოვთ აღწერილია და გახსნეს ის, რის შედეგადაც ისააკმა მას თავდაპირველი სახელი ბერშეება დაარქვა, ფიცის ჭა. და ახლა ისააკისა და აბრაამის შეთანხმებაც ამას აღნიშნავდა. შემდეგი არის მეტი კონფლიქტი. იმიტომ კონფლიქტები ჩვენ ვიცით რომ გრძელდება სხვადასხვა ფორმით. ეხლა უკვე ოჯახში შემოდის. ისააკი მშვიდობიანი იყო უკვე მეზობლებთან, მაგრამ მას სახლში უკვე ომი ჰქონდა. მის მიწიერ ვაჟს ესავს ორი წარმართი ცოლი მოეყვანა ცოლად, რომლებმაც ისააკსა და რევეკას ძალიან დიდი მწუხარება მიაყენეს. მოგვიანებით შოვლების გასაღიზიანებლად მან მესამე წარმართი ცოლით შეირთო. ამას ჩვენ 29 თავში წავიკითხავთ. ესავის ცოდული ცხოვრების წესის გათვალისწინებით გაკვირვებულები ვართ, რომ ისააკს სურდა მისთვის პატრიარქალური კურთხევის მიცემა. ყველას გსურს ვიპოვოთ ჩვენი რეჰობოთი, გაფართოება, სადაც საკმარისი ადგილი გვექნება და არანაირი დავა არ გვექნება, მაგრამ ისააკს რეჰობოთი მხოლოდ მას შემდეგ იპოვა, როდესაც მან კონფლიქტი მოაგვარა. სწორედ სირთულეების მეშვეობით ღმერთი ჩვენ გვაფართოებს და უფრო დიდი ადგილებისაკენ მიგვიწვევს, როდესაც ის ჩვენთვის ამზადებს. ჩვენ გამაფართოვე, როცა გაჭირვებაში ვიქნები. ამბობს ფსალმურ მომღერალი მე-4 ფსალმუში პირველ მუხლში. როდესაც ჩვენი გულის პრობლემები იზრდება, ჩვენ ვენდობით ღმერთს, მაშინ უფალს შეუძლია რომ გაგვაფართოვოს და ფართო ადგილებზე მიგვიყვანოს. თუ გვინდა ადგილი უნდა ვიტანჯოთ, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რაც საშუალებას გვაძლევს გავიზარდოთ და თავი სახლში ვიგრძოთ, იმ უფრო დიდი ადგილზე, რომელსაც ღმერთი გვიმზადებს, როდესაც ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით. მადლობა მოსმენისათვის. აქ შენიშვნებიც არის მოცემული, რომლებითაც ახლა მე არ დაგღლით, რომლებიც მითითებული იყო და ალბათ დაბეჭდვის ჩვენ გამოვიყენებთ.